მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ვიწყებთ გადაცემას ახალი პარადიგმა. მე მისი წამყვანი თენგო ომანიძე გახლავართ. დღევანდელ გადაცემაში ჩვენი სტუმარი იქნება ხალხის ზალის წევრი ანალიტიკოსი ზურა ქადაგიძე. მოგესალმებით ზურა, დიდი მადლობა. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მინდა დავიწყოთ საუბარი ბოლო პერიოდის მოვლენებით. ბოლო დღეებია აქტივისტები, რომლებიც აი ამ რუსთაველის პროტესტში აქტიურად არიან ჩართული, ჩივიან სოციალურ ქსელებში, რომ ბევრ მათგანს მისდის ჯარიმის ქვითრები. სხვადასხვა თარიღებში გზის გადაკეტვის აქციებში მონაწილეობის გამო. ისინი ამას აფასებენ როგორც პოლიტიკურ რეპრესიას, იქიდან გამომდინარე ჯარიმების ოდენობა არის მაღალი, 5,000 ლარიანი ჯარიმები მისდით. მე მექნებოდა ასეთი შეკითხვა. ზოგადად ლიბერალური სპექტრის აქციები ჩვენს ქვეყანაში გვინახავს, გავრილოვის ღამეს გვახსოვს, მანამდე ძალიან მწვავე აქციები, რომელსაც თან ახლდა მათ შორის შეურაცხყოფა პოლიციელების, ტუალეტის ქაღალდების დაყრა სამართალდამცავებისთვის და ესეთი კადრები გვახსოვს და გვინახავს, მაგრამ მათ ეს ყველაფერი გაზდიოდათ, როგორც წესი, ამისათვის არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდათ. ბოლო პერიოდის მოვლენებმა რაც ნათლად დაგვანახა, ერთი მაინც ნამდვილად ის არის, რომ საპოლიციო პრაქტიკა, ადმინისტრაციული პრაქტიკა ამ ტიპის აქციებთან მიმართებაში ხელისუფლებამ რადიკალურად შეცვალა და გარდა იმისა, რომ გაამკაცრა ეს ადმინისტრაციული პრაქტიკა, ასევე გაამკაცრა კანონმდებლობაც, გაიზარდა ჯარიმების ოდენობა, პატიმრობის, ასე ვთქვათ, დღეების რაოდენობა და ასე შემდეგ. რამ გამოიწვია თქვენი აზრით აი ეს ცვლილება ეხლა ამ მომენტში? ამ ადამიანების პოზიცია არის, რომ ხელისუფლების მიზანია მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ მან პროტესტი შეაჩეროს ქვეყანაში, აი ასეთი რეპრესიული მეთოდებით და ისინი ამას უკავშირებენ, რომ ყარდება ქვეყანაში დიქტატურა და ეს არის ამისი ნიშანი. საინტერესო იქნება თქვენი პასუხი, აი როგორც ამ ბრალდებებსა და არგუმენტებზე, ისე ამ შეცვლილ ადმინისტრაციულ პრაქტიკასა და კანონმდებლობაზე. ხო, პირველ რიგში ჩვენ კონტექსტიდან უნდა გამოვიდეთ აუცილებლად და შევაფასოთ სიტუაცია თუ რეალურად რა არის, რას ემსახურება მთელი ეს პროცესი და ამ პროცესში თქვენ რაც იგულისხმეთ ეს ეგრეთ წოდებული დაუსჯელობის სინდრომის გაჩენა თუ ვინ შექმნა ეს დაუსჯელობის სინდრომი და ეს დაუსჯელობის სინდრომი რამდენად გადამდებია ზოგადად და რამდენად აზარალებს ის სახელმწიფოს. ყველა ვთანხმდებით, რომ კანონის წინაშე არის ყველა თანაბარი და არ აქვს უფლება ვთქვათ ის რაღაცა მისი პოლიტიკური იდეოლოგიის მიხედვით, რადგან ვთქვათ ლიბერალურ ეგრეთ წოდებულ რაღაცა ორგანიზაციას ან ორგანიზმს წარმოადგენს ის იყოს დაუსჯელი და მას ეპატიოს ყველაფერი, თუნდაც მოლოტოვის კოქტეილის სროლიდან დაწყებული ინფრასტრუქტურის დალეწვით დამთავრებული და სხვას ნებისმიერ მოქალაქეს მაგალითად არ ეპატიოს. ეს მათ აქვთ ასეთი დამოკიდებულება. ეს პრეცედენტი შექმნა სალომე ზურაბიშვილმა, როდესაც მოლოტოვის მსროლელები სახელმწიფოს პირდაპირ სახელმწიფოს წინააღმდეგ და სახელმწიფოს წარმოადგენელს იმ შემთხვევაში სამართალდამცველს, როდესაც ესროდნენ ის იწყალებდა და მაშინ შეიქმნა ეს მახინჯი შეხედულება, რომ ეს ადამიანები თავს გრძნობდნენ დაცულად, რომ რამდენიც არ უნდა დაეშავებინათ, ან შეიწყალებდა სალომე ზურაბიშვილი, ხოლო ჯარიმას რაც შეეხება გადაუხდიდა ვთქვათ ნედი, USAID-ის მიერ დაფინანსებული რომელიმე ორგანიზაცია, ან პირდაპირ ევროკავშირის ერთ-ერთი ფონდი ვთქვათ, რომელიც ვნახეთ ჩვენ პრაქტიკაში, ხო? ეს ყველაფერი. გამომდინარე აქედან ჩვენ როდესაც ხედავთ, რომ კანონმდებლობა ვთქვათ ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ კანონი ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს და ვიღაც ადამიანებმა მოახერხეს და რიგი ვთქვათ პოლიტიკური ინსინუაციებით, რაღაცა სხვადასხვა საშუალებებით მოახერხეს თავი აერიდებინათ კანონზე, აქედან გამომდინარე ვალდებულებაა სახელმწიფოსი, რომ ასეთი პრაქტიკა და ასეთი შეიძლება ითქვას რაღაცა მყიფე სიტუაცია აღარ შეიქმნას არასდროს, აქედან გამომდინარე მოხდა ვთქვათ რეგულაციები და სხვადასხვა რაღაც მიმართულებებით შეცვლა კანონის და შესაბამისად მაშინ როდესაც ვთქვათ არის საუბარი იმაზე, რომ რაოდენობა არ პასუხობს გადაკვეტვის აუცილებლობას, არ შეიძლება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, ხოლო შენ თუ ვთქვათ გაქვს უფლება და შეგიძლია ეს პროტესტი ვთქვათ ეგრეთ წოდებულ ბორდიულზეც ვთქვათ მოაწყო, გინდა მანიფესტაცია მოაწყო, ოღონდ თავარი არის ის, რომ გამომდინარე რაოდენობიდან მასის შეკრებიან რაოდენობის ხალხი თუ მაინდამის გადაკეთება ძალიან რაღაცა შეიძლება ითქვას რაღაც 2x2 4-ას პრინციპით ვსაუბრობთ გამომდინარე იქიდან რომ ეს ადამიანები
ცდილობენ მაქსიმალურად შეიყვანონ შეცდომაში საზოგადოება და თქვენი კითხვიდან გამომდინარე, აი ცდილობა აქვთ მათ რომ წარმოაჩინონ თითქოს მათ მიმართ ხორციელდება რაღაცა განსაკუთრებული მიდგომა. არა, ამ შემთხვევაში ეს ადამიანები არიან, რომლებიც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიდიან, ეს ადამიანები არიან, როდესაც საუბრობენ რომ თუ კი აიგზალება ეგრეთ წოდებული პიროტექნიკის გამოყენება აქციებზე, ან ნიღბის ტარება აქციებზე, ჩვენ მაინც ვატარებთ ნიღაბს, არ შეიძლება ასე, გამომდინარე აქედან მე ვფიქრობ რომ სახელმწიფომ შეიძლება ითქვას ცოტა დაგვიანებულათაც კი მიიღო ეს ცვლილება კანონში და ეს იყო მისაღები შარშანვე, როდესაც თქვა ჩვენ მარტის პრეცედენტი ვნახეთ, ეგრეთ წოდებულ ეს გმირი ლაზარე რო ყავთ, როდესაც ესე ნიღაბ შემოსილმა ადამიანებმა პირდაპირ დამიზნებით ეს ადამიანები ესროდნენ პოლიციას პიროტექნიკასაც და ესროდნენ ქვებს და ესროდნენ მოლოტოვის კოქტეილს. თუმცა ჩვენ ვნახეთ არა მხოლოდ ასე ვთქვათ, აი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება, მათი პრეტენზიები უკავშირდება მათ შორის არაფორმალურ დევნას, როგორც ისინი იძახიან და ამის მაგალითად მოყავთ მაგალითად სალომე ზურაბიშვილზე კვერცხების სროლა, მაგალითად გახარიაზე ასევე კვერცხების სროლა. ისინი საუბრობენ და აჩვენებენ ხოლმე მათი ტელევიზიებით კადრებს ქუჩაში როგორ ხდება შეიძლება რაღაც ჯგუფის მხრიდან ანგარიშწორება რომელიმე აქციის მონაწილის მიმართ. აი ამ ტიპის გამოწვევებს რითი პასუხობს ამ შემთხვევაში სახელმწიფო? ალბათ ყველა თანხმდებით რომ არ არის ხო ნორმალური გარემო ზოგადად, როდესაც შეიძლება თუნდაც ოპონენტი იყოს პოლიტიკურად ასე შემდეგ, ვიღაცა მას ესხმის თავს, ეს თავისთავად იწვევს შემდეგ უკვე ხელისუფლების დისკრედიტაციასაც იმ კუთხით, რომ რატო არ მოქმედებს ხელისუფლება, რომ ამ ადამიანების უფლებები, თუნდაც პროტესტის გამოხატვის უფლება იყოს დაცული. სამწუხაროდ ესეთი ინციდენტებიც გვაქვს. სამწუხაროდ იცით რა არის, სამწუხარო რეალობა ის არის, რომ იმდენად ქაოტური სიტუაცია გარკვეული თვალსაზრისით შექმნეს ამ ადამიანებმა, იმდენად შეიძლება ითქვას ბუნდოვანი სიტუაციაც შექმნეს, თუნდაც დაწყებული მათი ეგრეთ წოდებული ნიღბებით, მე ნიღბებს რატო უსვამ ხას, რომ ჩვენ ნახეთ აი მთელ რაღაც დრამატურგიას რომ გავყვეთ, იმდენად შენიღბულად და მაქსიმალურად რაღაც ბუნდოვანებით მოცული რაღაც ჯგუფები მოქმედებდნენ კონკრეტულ აქციებზე. მე ვსაუბრობ იმას, როდესაც დაიწყეს ქალაქის დარბევა პირდაპირ მნიშვნელობით, იმიტომ რომ ხა შეიძლება პროტესტს გამოხატავდეს ადამიანი, მაგრამ ნერგმა რა დაუშავა, ჩვენ ნახეთ მაგალითად ნერგების ლეწვა, ნახეთ მისი სკამების მტრევა, ბორდიულების ამოყრა, ანუ ჩვენ ხედავდით ამას გამიზნულ ქაოსს, უყურეთ ძალიან სწორად გავიგებთ მთელ ამ მათ დრამატურგიას, თუ კი ჩვენ შინაარსობრივად შევალთ თუ ეს ადამიანები რა სცენარს მიყვებიან. რა სცენარს მიყვებიან და მივდივართ ისევ იქ ეს ცნობილი მაგალითად კანვასის ტრენინგებზე თუ რას ასწავლიდნენ ამ ადამიანებს, რომ იმდენად უნდა შეიქმნას ქაოტური სიტუაცია მთელ ქალაქში და ნუ იმ არეალში სადაც პროტესტი ხორციელდება, რომ მაქსიმალურად მტყუან მართალი იყოს გაურკვეველი. ამ შემთხვევაში დიახ მე გეთანხმებით აბსოლუტურად რომ სახელმწიფო არის ვალდებული რომ გაცილებით მაღალ დონეზე დადგეს და მაღალ პროფესიონალურად იმოქმედოს და იქ არ იყოს არანაირი გარღვევა იმ თვალსაზრისით, კანონის თვალსაზრისით რომ თქვათ ერთი მხარე იქნას თქვათ დასჯილი და ერთი მხარე რაღაც დაუჯელობის სინდრომით მოქმედებდეს, ეს ერთი საკითხია და ამისთვის აუცილებელია რომ და მე ამიტომაც მგონია რომ კანონის გამკაცრება ამის პრევენცია და სწორია, როდესაც ეს გაკეთდა, იმიტომ რომ რეალურად იდენტიფიცირება მოხდება და მე ვიცი, მე რა ინფორმაციაც მაქვს, იდენტიფიცირებული პერსონები, რომლებიც მიზანმიმართულად ერთი მხრიდან თუ მეორე მხრიდან ახორციელებდნენ გარკვეულ რაღაცა არა კანონიერ ქმედებებს, მათზე კონკრეტული სამართლებრივი საქმეები არის აღძრული. ახლა რაც შეეხება კვერცხების სროლას, კი ბატონო, რაც შეეხება კვერცხების სროლას, პირველ რიგში ძალიან არასასიამოვნო სანახავია ნებისმიერი ეს იქნება ყოფილი პრეზიდენტი, მოქმედი დეპუტატი, მოქმედი მოსამართლე თუ ყოფილი მოსამართლე, რომლის მიმართაც ასეთ შეიძლება ითქვას არასწორ აქტს ახორციელებენ მოქალაქეები, თუმცა აქ მე მაქვს უფლება როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს დავიტოვო ერთი თუმცა
ჩვენ გვახსოვს ძალიან კარგად ის ორმაგი სტანდარტი ადამიანების მხრიდან, რომლებიც საუბრობდნენ, რომ მე რა მოხდა მოსამართლეს თუ კვერცხი მოხდება, ეს ევროპული სტანდარტია. ამ შემთხვევაში თუ კი მათი ოპონენტი გააკეთებს იგივეს, ეს უკვე რაღაცა ავტორიტარიზმია და ეს ხელშეწყობაა. და რატომ გამორიცხავენ ეს ადამიანები? მე მაგალითად ერთ მაგალითს მოგიყვანთ, როდესაც ვაკეში ერთ-ერთი აქციის დროს მათ გადაკეტეს გზა და მოქალაქეებს შეუქმნეს სერიოზული დისკომფორტი, უკაცრავად და ნივთებს ესროდა ხალხი კორპუსებიდან. მაშინ მივიდეთ იქამდე, კი ბატონო, გწოდნიათ, ხო? დარწმუნებული ვარ, გეცოდინებოდათ კიდევაც. ხო, მაშინ მივიდეთ ამ ადამიანებთან ახლა ამ საცხოვრებელ სახლში და ვკითხოთ, დაავალა მათ ვინმე ეს ყველაფერი? ანუ მე ვსაუბრობ აქ უყურეთ როგორ რაღაცას, როდესაც შენ ბინძური თამაშის წესებით თამაშობ, მაშინ იქითა მხრიდანაც არის შესაძლებელი, რომ ანალოგიურად დაგიბირისპირდნენ შენ. და ამ შემთხვევაში შენ აღარ უნდა გქონდეს პრეტენზია იმაზე, რომ თუ შენთვის არის ნებადართული ამის კეთება, სხვა რატომ გიკეთებს ამას. საერთო ჯამში თან ხდებით ყველა, რომ ეს არ არის კარგი სანახავი. მე მაგალითად ძალიან არ მსიამოვნებს და არც მინახავს ეს კადრები. თუმცა სალომე ზურაბიშვილი და გიორგი გახარია, არ ვიცი, იმაზე მეც იმსახურებენ, რაც თუნდაც კვერცხების სროლით მათი რაღაცა რეპუტაცია შეიბღალა თუ რა მოუვიდათ, არ ვიცი. ხო, ამაზე მეც იმსახურებენ, იმიტომ რომ ეს ადამიანები უკაცრავად ეს ადამიანები არიან დეკლარირებული გამყიდველები ამ ქვეყნის და ქვეყნის გამყიდველი კვერცხზე უარეს იმსახურებს რეალურად. მაგრამ არის მეორე მომენტი, როდესაც ჩვენ ვთანხმდებით სამართლებრივ სახელმწიფოზე, სამართლებრივ სახელმწიფოში არც ერთ მხარეს არ უნდა ხდებოდეს ეს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო უნდა იყოს უფრო მაღალ დონეზე დამდგარი და ალბათ გარკვეულწილად ამას ემსახურება გარკვეული თქვათ კანონში. ალბათ ამას ემსახურება მათ შორის ის პროცესი, რასაც ვადევნებ თვალს საქართველოს პარლამენტში, გულისხმობ საპარლამენტო კომისიას, რომელიც შეიქმნა 2003-2012 წლებში მოქმედი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შესასწავლად. რა მოლოდინები უნდა გქონდეს ამ კომისიისგან? მე რამდენადაც მახსენდება მათ შორის წინა პარლამენტში ხალხის ძალა იყო სწორედ ის ძალა, რომელიც მსგავსი ინიციატივებით გამოირჩეოდა ხოლმე, აქედან გამომდინარე თქვენთვის ეს არ უნდა იყოს რაღაც ესეთი სიახლე ამ კომისიის მუშაობა და ალბათ გექნებათ მათ შორის ხედვები იმასთან დაკავშირებით, რომ აი რა უნდა იყოს ამ კომისიის მუშაობის შედეგი. ეს იქნება მხოლოდ გარკვეული რამდენიმე თანამდებობის პირის დასჯა პირობითად. ეს იქნება თუნდაც ისეთი ტიპის ინიციატივა, რაც გამოიწვევს შემდეგ ამ ორგანიზაციის, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის აკრძალვას და რაც ყველაზე მთავარია, თუ უნდა ველოდოს საზოგადოება, რომ ამ ყველაფერს მოხვება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაც, მათ შორის მოქალაქეების მხრიდან. თუ ჩვენ საუბრობთ, რომ იმ პერიოდში ხდებოდა დანაშაული, ყველა დანაშაულს ხავს დაზარალებული, ხოლო სამართლიანობის აღდგენა რო იყოს სრულფასოვანი, საჭირო არის გარკვეული ტიპის კომპენსაცია, ხო, შემდეგ. რა თქმა უნდა. პირველ რიგში ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, რომ თუ რა მოყვება ამას კომისიის მუშაობას, ჩვენ არ დაგვაუწყდეს, რომ კომისიის მუშაობამდე თუ კი იყო პასუხისმგება დამდგარი რომელიმე თქვათ პერსონაზე, ეს იყო პერსონალური დანაშაული. თუნდაც მიხეილ სააკაშვილის ახლა მსჯავრი, რასაც ითვალისწინებს, ეს არის მისი პერსონალური დანაშაული სხვადასხვა საქმეებზე. ახალაია იყო, ახალაიას შემთხვევაში ვანო მერაბიშვილი იყო, მეგის ქარდავა, მაგრამ უყურეთ, კომისია არის იმ თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, თქვათ უპირატესი მოვლენა და მე თუ მკითხავთ აუცილებელი მოვლენაც კი, რომ 2003-2012 წლების პერსონალური შეფასება კი არ მოხდეს, არამედ აქ უნდა მოხდეს რეჟიმის შეფასება. სისტემა, რომელიც კი ბატონო, სისტემა, რომელიც შეიძლება ითქვას, როგორც სინდიკატი ისე მოქმედებდა მისთვის არასასურველი პერსონების, არასასურველი ორგანიზაციების, არასასურველი ჯგუფების წინააღმდეგ, უმეტეს შემთხვევაში ხდებოდა ლიკვიდაციაც კი გარკვეული პერსონების, ჯგუფების, ორგანიზაციების, ბიზნესების უამრავი რამ შეგვიძლია ჩავთვალოთ. აქედან გამომდინარე, უყურეთ, განსხვავება ეს არის. რეჟიმის შეფასების შემდეგ უკვე თავისთავად, თვისობრივად ეს სისხლის სამართლის დანაშაული შეეხება ყველას, ვინც კი ამ რეჟიმის შექმნაში, სისტემის შექმნაში იღებდა მონაწილეობას, დანაშაულებრივ მონაწილეობას გულისხმობ. უყურეთ, თორემ მე არ ვსაუბრობ აქ საჯარო მოხელეზე,
რომელიც კონკრეტული კანონის მიხედვით იყო გაწერილი მისი პასუხისმგებლობა და ასრულებდა ამა თუ იმ ვალდებულებას. არა, აქ არის საუბარი, როგორ გითხრათ, დაწყებული ეგრეთ წოდებული აღსრულების მექანიზმებიდან დამთავრებული ღამის ნოტარიულ გადაფორმებებამდე. ხვდებით, ყველამ ვიცით ეს, ხომ? ეს თბილისი ძალიან პატარა ქალაქი და ყველამ ძალიან კარგად ვიცით თუ როგორი სქემით მოქმედებდნენ ეს ადამიანები და ამაზე არაერთი გადაცემა იყო, არაერთი თქვათ გამოძიება ჩატარება. თუმცა ესეც შეფასება არ დამდგარა, ამიტომ საუბრობ. რატომ არ დამდგარა? ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, არაერთხელ მისაუბრია მეც და ახლაც დიდი სიამოვნებით ვისაუბრებ, მაგრამ ამის შედეგი იქნება ის, რომ საბოლოო ჯამში მიმართვა პროკურატურაზე, პროკურატურის შესაბამისად პროკურატურა თავის უფლებამოსილების ფარგლებში გაატარებს იმ რიგ ღონისძიებებს, რაც უნდა გაატაროს და საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა მივიღოთ სისტემის შეფასება. ხოლო ამ სისტემის შეფასების შემდეგ გამოიკვეთება ის, იმიტომ რომ მაინც კითხვის ნიშანს, ხო ხვდებით, პროცესია. შეფასების შემდეგ უკვე კონკრეტულ პერსონებზე სისხლის სამართლებრივი დევნა გამოცხადება, კონკრეტულ პერსონებს აეგრძალებათ გარკვეული თანამდებობის დაკავება თუ კონკრეტული ორგანიზაციები და კონკრეტული პოლიტიკური თქვათ ფიგურებს აეგრძალებათ საერთოდ პოლიტიკაში ყოფნა და საკონსტიტუციო როგორ გითხრათ გადაწყვეტილებით და შეზღუდვა მოხდება მათ მიმართ ეს ვნახოთ პროცესი გვაჩვენებს. ერთ-ერთი ინიციატივა, რაც ხელისუფლებამ დაანონსა, ეს გახლავთ ქვეყნის ღალატის მუხლის აღდგენა. ეს არის პრინციპში ის მოთხოვნა, რომელიც საზოგადოებაში დიდი ხანია არსებობს და გასაგები არის არგუმენტაციაც, თუმცა ამავდროულად რაიმე შინაარსობრივი დისკუსია ამ მუხლის შინაარსზე, ასე ვთქვათ, და მის არსებობის საჭიროებაზე არ გამართულა ჩვენ ამ მხრივ დაკეტილი იყო სივრცე ყოველთვის. რეალურად არსებობს ასეთი ეჭვებიც, რომ ამ მუხლის არსებობა სისხლის სამართლის კოდექსში არის დაკავშირებული გარკვეულ რისკებთან, მაგალითად იმ რისკებთან, რომ ამ მუხლის საფუძველზე ნებისმიერი პირის მიმართ შეიძლება შემდეგ რეჟიმს განახორციელოს, ასე ვთქვათ, სისხლის სამართლებრივი დევნა, იმიტომ რომ ეს მუხლი არის ცოტა ასე ვთქვათ შეფასებითი რა შეიძლება მივიჩნიოთ ქვეყნის ღალატად და რა არ შეიძლება მივიჩნიოთ ქვეყნის ღალატად არის ძალიან ისეთი, ხო? შეფასების საგანი. რამდენად ხედავთ თქვენ ამ რისკებს რეალურად და რამდენად ხედავთ ამ მუხლის არსებობის საჭიროებას? ხო, პირველ რიგში ჩვენთვის მაგალითად წარმოუდგენელია ვთქვათ, საუბრობდეთ სრულფასოვან საკანონმდებლო ბაზაზე, სახელმწიფო სუვერენიტეტზე, ზოგადად სახელმწიფოზე და თქვათ გარკვეული კანონმდებლობაში გარკვეული რაღაც რეგულაცია არ გქონდეს იმ ადამიანების მიმართ, ვინც ღიად, მე აქ ვსაუბრობ, უყურეთ, ღიად იმოქმედებს სახელმწიფოს წინააღმდეგ. სახელმწიფოს წინააღმდეგ, იმიტომ რომ ეს არის წარმოუდგენელი. ეს იქნა მიზანმიმართულად ამოღებული, გამომდინარე მიხეილ სააკაშვილის გარკვეული შეიძლება ითქვას პერსპექტივებიდან, იმიტომ რომ მას ძალიან ბევრი გეგმები ჰქონდა, რომელიც აასრულა 2006-ში, დიახ, ეს იყო მიზანმიმართულად ამოღებული და არის ძალიან დიდი ეჭვი იმის, რომ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები გაჩნდება, თუ როგორ თანამშრომლობდნენ ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნები რუსულ სპეცსამსახურებთან. ახლა კითხვას გისვავთ თქვენ, გამომდინარე თქვენი კითხვიდან. ადამიანი, რომელიც მტრის სპეციალური დანიშნულების რასთან, მის მეთაურთან თუ პოლიტიკურ ისტაბლიშმენტთან მნიშვნელობა არ აქვს ომის პერიოდში, კოლაბორაციაშია. ის არის თუ არა სახელმწიფო დამნაშავე. აი მაგალითად ის საუბრობს თუ არა. რომელი თანამდებობის პირი იყო? გროზია იყო, მე მგონი ძღოლად რო ემსახურებოდა იქ რუსული ჯარის გენერალს ზუგდიდში. კი ბატონო. ხო, ხო გვახსოვს ვარძელაშვილი იყო. ასევე გეტყვით ვანო მერაბიშვილის ინტერვიუ არსებობს, როგორ თავაზობდა ქართული მხარე რუსებს მაგალითად გორის ცენტრის დაბომბვას, რომ ბარემ სტალინის ძეგლი, იმიტომ რომ მაინც ახლა გორისთვის ისეთი სენსიტიური თემაა თვითონ სტალინის ფენომენი და სტალინი თვითონ და ახლა ასე ხელაღებით აღება არ უნდათ ძეგლის და იქნებ მოყოლ. რუსებმა უარი თქვეს მაგალითად სხვათა შორის, მაშინ. ხო, იმათმა რა თქვეს, არ თქვეს, ეს არის მე-1000 ხარისხოვანი. მე ამას ვსაუბრობ, ყურეთ, როგორ არ შეიძლება რომ ამ კუთხით შევაფასოთ მაგალითად
მაგალითად ის პერსონები ან გამოვლინდეს ის ადამიანი, ვინც პირდაპირ საქართველოში მაგალითად ნაციონალურ მოძრაობას მოუწოდა რომ ხარი დაეჭირა რეზოლუცია 1633-ისთვის რომ საკუთარი ჯარისთვის დაებრალებინა ომის დაწყება. შეეხებათ? არ ვიცი, მოდი ეს დაუტოვოთ იურისტებს, ეს დაუტოვოთ. საინტერესო კაზუსები იქნება ბევრი. კი ბატონო, ამას ვსაუბრობ. უყურეთ, ეს ჩვენ ახლა ვის შეეხება კონკრეტულად ამაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ვერ ვისაუბრებ და არ ვისაუბრებ გამომდინარე იქიდან რომ მე იურისტი არ გახლავართ, მაგრამ პოლიტიკურ მდგენელს გეტყვით რა, აქ რა არის და თქვა სამართლებრივი მდგენელი, ხო? ანუ არ არსებობს არც ერთი პერსონა, თუ პერსონის გადაწყვეტილება, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ იქნება მიმართული, რომ მას არ შეეხოს. აუცილებლად შეეხება. Როგორი კუთხით, ობიექტური, სუბიექტური, პირდაპირი თუ ირიბი, ეს უკვე იურიდიული ნიუანსების საკითხია და ეს უკვე სამართალწარმოების საკითხია. ერთია რომ თანხდებით გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ უნდა გავითავისოთ ერთი რამ რომ საქართველო იმყოფება ისეთ შეიძლება ითქვას გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე სადაც სამწუხაროდ 1000 ჯურის შეიძლება ითქვას აგენტი, პროვოკატორი, გავლენის ბენეფიციარი, ჩამოდის, მიდის, აქ აქვს კონკრეტული კავშირები, კონკრეტული დაინტერესებები, ეკონომიკური იქნება, პოლიტიკური იქნება, სოციალური იქნება, მნიშვნელობა არ აქვს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის საკანონმდებლო ბაზა ისეთ დონეზე რომ ბაზა რომელიც დაიცავს საზოგადოებას და სახელმწიფოს გარკვეული რისკებიდან უნდა არსებობდეს. ანუ ჩვენ ვსაუბრობთ რომ ეს აუცილებელია. აუცილებელია რომ საკანონმდებლო დონეზე იყოს მომზადებული საქართველოს და ნებისმიერ გამოწვევას ამ კუთხით შეხვდეს. ხო, ისე საინტერესოა, მაინც თავის თავზე რატო იყოდნენ კაცო ხა რეალურად მაგრამ ეს იმიტომ რომ ქურც ქუდი ეწვის უყურეთ, ამიტომ ვსაუბრობთ მე ხა. წარმოიდგინეთ პროკურატურამ, შემდეგ სასამართლომ რომ დაამტკიცოს, მე პერსონებზე არ ვსაუბრობ, რომ დაამტკიცოს და დაუმტკიცოს კონკრეტულ პერსონას, რომ ის თანამშრომლობდა რუსეთის სპეცსამსახურებთან ომის დროს. არ უნდა დავსაჯოთ ეს ადამიანი. ანუ ამას ვსაუბრობ, უყურეთ, ამას ვსაუბრობთ რა, რაზე უნდა აღიძრას, ხულიგნობაზე უნდა აღიძრას, აბა მუხლი. ანუ ამიტომ ვსაუბრობ, რომ საკანონმდებლო ბაზა, მოწესრიგებული კანონმდებლობა, ეს არ არის რომელიმე პერსონის ან ორგანიზაციის ან პარტიის აკვიატება. ეს არის აუცილებლობა, რომელიც საზოგადოებას და სახელმწიფოს იცავს ძალიან დიდი რისკებისგან. ისეთი რისკებისგან, როგორიც არის შეიძლება ითქვას ასეთი გავლენის ბენეფიციარის რაღაც ხასიათის მქონე რეჟიმი, როგორც იყო ნაციონალური მოძრაობა. ანუ არც ერთ ასეთი კანონმდებლობის შემთხვევაში ვერც ერთი თანამდებობის პირი ვერ გაბედავს, ვერ გარისკავს, ამიტომ ვსაუბრობ კონკრეტი კაზეთ შეგვიძლია შევიდეთ. ვერ გაბედავს, ვერ გარისკავს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რასაც გონივრული ეჭვია და მე მაქვს ძალიან გონივრული ეჭვი და დიდი ალბათობა, რომ მიხეილ სააკაშვილის სისტემა ბედავდა. და ის იყო კოლაბორაციაში როგორც დასავლეთთან, ისევე აღმოსავლეთთან, ისევე სამხრეთთან, ისევე აღმოსავლეთთან, ანუ ყველას ინტერესებს ატარებდა ამ ქვეყნის ინტერესების გარდა. ამიტომაც იქნა მისი მხრიდან არსებული ხელისუფლების თანამდებობის პირი ვერ გაბედავს. ამას ვსაუბრობ, ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც მოვა, ნებისმიერი პარტია მას ეცოდინება, რომ ნებისმიერი კოლაბორაცია მტერთან თუ პარტნიორთან სახელმწიფო შენი სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული მნიშვნელობა არ აქვს. ხა ჩვენ ვიცით რა არის ეს ლიბერალურმა რაღაც საზოგადოებამ დაამკვიდრა ასეთი რამ, რომ პარტნიორი, თქვა სტრატეგიული პარტნიორი თუა, ის არის ყველაფერში მართალი და მას აბსოლუტურად ყველაფერში ხელაღებით უნდა მიიღო. ის მეფეა და მან გადაწყვეტილება რომ მიიღო, შენ არავინ არ ახარ, კითხვის დასმის უფლებაც არ აქვს. როგორ გეკადრება? პირიქით მე თუ მკითხავ. მტერთანაც და მოყვარესთანაც ჩვენ უნდა ვიყოთ თანასწორი და მტერთანაც და მოყვარესთანაც უნდა გქონდეს ერთი მიდგომა, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ურთიერთობა. უბრალოდ მტერთან გვაქვს შეიძლება ითქვას გარკვეული თავდაცვის რეჟიმი ჩართული და მოყვარესთან გვაქვს გარკვეული კომუნიკაცია ჩართული, როგორც ახაც ფხიზელი კომუნიკაცია, რომ რაიმე თქვათ ურთიერთობაში არ მოხდეს. ის რაც თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატებთან დაგვემართა ახლა რა. ანუ აქედან გამომდინარე ნებისმიერი ხელისუფლების თავზე ეს არის და ნებისმიერი პარტიის, ნებისმიერი თანამდებობის პირის კისერზე დაკიდებული დამოკლეს მახვილი.
ნებისმიერი მოქმედება სახელმწიფოს წინააღმდეგ მისი მიმართ იქნება ამოქმედებული კონკრეტული მუხლი. ახლა მუხლობრივად რა დონეზე შეეხება და როგორ შეეხება ამას ვსაუბრობ. ალბათ ეს შემდეგ როცა კანონის რედაქციას იარსებებს ამაზე უკვე კი ბატონო, ამაზე უკვე მე გვექნება უფრო მეტი. რო შევეხოთ საერთაშორისო პროცესებსაც ტრამპის ირგვლივ არის გასაგებია მთელი ამბავი ატეხილი და ალბათ ბოლო ერთი თვეა სხვა არც არაფერი გაგვიგია არ ამგონია რომ სოფლიოში სადმე ჩატარებულიყო რაიმე გადაცემა ყოფილიყო რაიმე ток-შოუ პოლიტიკური შინაარსის და ტრამპის სახელი არავის ეხსენებინოს ალბათ არ ყოფილა ბოლო ერთი თვის განმავლობაში სოფლიოში ასეთი გადაცემა საინტერესო არის თქვენი შეხედულებები ამ ადამიანის ზოგადად საქმიანობასთან დაკავშირებითაც მაგრამ ალბათ ყველაზე უფრო საინტერესო არის რას უნდა ელოდოს საქართველო რას უნდა ელოდოს კავკასია ბევრი შეხედულება არსებობს ამერიკის ახალ პრეზიდენტზე, მის საქმიანობაზე, მათ შორის კრიტიკული, მათ შორის ჩემი მხრიდან არაერთხელ გამოთქმულა კრიტიკული აზრიც და ნამდვილად არ ვთulis საკუთარ თავს ტრამპისტად ამ ხრივ, მაგრამ თუ კი ამ ადამიანის საქმიანობა ჩვენი ქვეყნისთვის იქნება ბენეფიტის მომტანი, ბევრ ამაზე შეგვიძლია ალბათ თვალი დავხუჭოთ, ხო მართალია? კი ბატონო, გეთახმებით ამაში, მოყვებით ბოლომდე. დიახ, მე თუ ვთქვათ, ტრამპის რაიმე გადაწყვეტილება მომწონს იმ თვალსაზრისით, რომ შემხებლობა აქვს საქართველოს სტაბილურობაზე და სწორ პოლიტიკაზე, ვთქვათ, პრაგმატულ პოლიტიკაზე და საქართველოში მაგალითად ის მავნე ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც პირდაპირ არის მიბმული ამერიკულ, ევროპულ და მსოფლიო ლიბერალურ ფაშიზმთან, ის თუ იქ ამარცხებს, ავტომატურად ეკო აქ ისმის და რეალურად აქ ნადგურდება იდეოლოგიურ დონეზე უგულისხმობ ფსიქოლოგიურ დონეზე ეს ყველაფერი და ამაში მე მაგალითად მომწონს ეს ყველაფერი რასაც ის აკეთებს და მოყვებით ამ ყველაფერში დიახ სადაც ჩემი ქვეყნის ინტერესები და ტრამპის შეხედულებები დაემთხვევა ერთმანეთს ეს მომეწონება მაგრამ სადაც ტრამპის ინტერესები და ჩემი ქვეყნის ინტერესები არ დაემთხვევა ერთმანეთს გავაკრიტიკებ კი არა მეცაც ვიტყვი მასზე და პირდაპირ ვისაუბრებ როგორც კონკრეტული მოქალაქე აქ მე ამას ვსაუბრობ სუბიექტური დამოკიდებულება ჩემი ახლა მას რაც შეეხება კონკრეტულად ტრამპმა შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ რომ რაღაცნაირად მონროს დოქტრინა გააცოცხლა და მონროს დოქტრინას დაუმატა რაღაცა საკუთარი შეხედულებებიც თუ კი მონრომ მაგალითად მაშინდელი თუ არ ვცდები 1820 წლის არის თუ არ ვცდები არ მინდა შემიშალოს ეს პერიოდია ყოველ შემთხვევაში კი ბატონო როდესაც ამაზე კარიკატურაც არსებობს მონროს რომ ჯოხი უჭირავს და ეს ცნობილი კარიკატურა მონროს ჯოხი უჭირავს და ესე აქვს შემოხაზული ამერიკან ევროპას აჩვენებს რომ აქ არაფერი გესაქმებათ და აქეთ არის მხოლოდ რა თქმა უნდა დაყოფას კი ბატონო მან ტრამპს უფრო მადა აქვს გახსნილი და პირდაპირ შესთავაზა მსოფლიოს რომ არა ბატონებო იცით რა ჩემი ინტერესი გრენლანდიაც არის და ატლანტიკური ოკეანეც და სამხრეთ ამერიკაც და მექსიკის ყურეს საერთოდ არ ქვია მექსიკის ყურე და ქვია ამერიკის ყურე ნუ ტრამპის პოლიტიკურად შემიძლია ასე გითხრათ რომ მისი PR სვლები და ზოგადად მისი სვლები არის გათვლილი მაქსიმუმზე რომ მინიმუმი მაინც მიიღოს. ანუ აბსოლუტურად ყველა მხარეს გაუხსნა ცეცხლი, ზოგს მეგობრული და ზოგს არა მეგობრული და მაქსიმალურად ეცდება შეძლების დაგვარად მაქსიმუმი მიიღოს აქედან. მაქსიმუმი მიიღოს ევროპისგანაც, მაქსიმუმი მიიღოს რუსეთისგანაც, მაქსიმუმი მიიღოს ჩინეთისგან, ყველასგან აბსოლუტურად. ის უყურებს ამ საკითხს ძალიან პრაგმატულად. მას მიყვება ვიცე-პრეზიდენტი ვენსი, რომელმაც რა ვიცი მიუნხენის კონფერენციაზე შოქში ჩააგდო მთელი ლიბერალური საზოგადოება. რასაც ფიქრობდა პირდაპირ საუბრობდა. ანუ ტრამპა რეალურად რა გააკეთა? გამოვიდა და თქვა რომ არანაირად არ ესაჭიროება ამერიკას ზედმეტი ფინანსების ხარჯვა, ან ფინანსებით რაღაცა სიგიჟის ლიბერალური სიგიჟის რაღაცა პედალირება, მე ეგრევე ვსაუბრობ ხა USAID-ის დაფინანსებულ თქვა ლიბერალურ რაღაც საზოგადოებებს, wokeism-ს და კულტურის დაკენსელების მოძრაობებს და ასე შემდეგ BLM-ს და სხვადასხვა სახალხო ეგრეთ წოდებულ სახალხო ლიბერალურ მოძრაობებს და არ ჭირდება ამით გარკვეული რაღაცა გავლენების მოპოვება. ეს არის ზედმეტი ხარჯი, ეს არის აბსურდი, ის თulis რომ ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება რეალურ ამერიკულ ღირებულებებს, ოჯახის ინსტიტუციას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, სუფთა კონსერვატულ იდეებს აჟღერებს ის, მაგრამ მას აქვს მეორე სახე, რომელიც აი ვენსის სახით დავინახეთ, რომ ის პირდაპირ საუბრობს რა უნდა მსოფლიოსგან, რა უნდა ევროპისგან, რა უნდა რუსეთისგან, რა უნდა უკრაინისგან, რა უნდა უკრაინისგან და ამას პირდაპირ გთავაზობს ამ ყველაფერს.
რამდენად შეძლებს ის ამ ყველაფერს, ხო? ეს არის საუბარი. ის იმდენად შეიძლება ითქვას, გამარჯვებულია, იმდენად დიდი ლეგიტიმაციით არის მოსული ამერიკაში, ხო? ჩვენ ნახეთ ახლა ყველა ვადევნებდით არჩევნების დღეს თვალს და ისეთი გადაუწყვეტელი შტატებიც კი, რომელსაც შეიძლება ითქვას 50 წელი არ მიუციათ რესპუბლიკელებისთვის ხმა, მათაც კი ტრამპს დაუჭირებს. ხარი, ხო? ის ამას ხვდება, რაღაც ახლა თეთრ ცხენზე შემჯდარი რა ინდივით არის, რომელსაც უნდა მოასწროს და ეს ყველაფერი ოპერატულად უნდა მოახერხოს სანამ მისი დის წესრიგით მოქმედებს მსოფლიო პოლიტიკა. თუ კი ის გადავა პრაიმ ტაიმში მეორე ნიუსად რაღაც ჟურნალისტური იმას გამოვიყენე. მეორე ნიუსად გავიდა. აბსოლუტურად მას მოუწევს უკვე შიდა საქმეებზე გადართვა. ხვდებით? ახლა ის ცდილობს მაქსიმალურად საგარეო ფლანგი მოარღვიოს ჯერ გათიშოს და იბატონოს ეს პრინციპია და მე მესმის მისი, იმიტომ რომ ის არის ფინანსისტი, კარგი ფინანსისტია, ის არის ბიზნესმენი, თუმცა დღევანდელი ბიზნესი და პოლიტიკა ზოგადად როგორც თავისუფალი ბაზარი, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ძალიან დიდ კავშირშია და შეიძლება ითქვას ერთ-ერთი შეგვიძლია გადავიტანოთ ეს ყველაფერი და მან ძალიან კარგად იცის რომ გარკვეულ წილად რაღაცა ჩაბეტონებულ ლიბერალურ ბიუროკრატიასთან რაღაცა პროტოკოლური ურთიერთობა, ეგრეთ წოდებული, მოდი შეხვედრა ჩავნიშნოთ პარიზში, შემდეგ ვენაში, შემდეგ და ზელენსკი დავპატიჟოთ თუ არ დავპატიჟოთ და რუსეთი დავაჯინოთ მაგიდასთან თუ არ დავაჯინოთ, ეს არის დროში გაწელილი პერიოდი, რომელიც როგორ დამთავრდება, რანაირად დამთავრდება, ეს ძალიან კარგად იცის. აქედან გამომდინარე, მას ურჩევნია გათიშე და იბატონეს პრინციპით, აბსოლუტურად შოკში ჩააგდოს ყველა და ცალ-ცალკე ყველას მოელაპარაკოს. ის აკეთებს ამას. ყურეთ, მან მიუნხენში მიავლინა ვენსი, რომელსაც მოახდინა რაღაც სერიოზული შოკი და რა მივიღეთ ამის მერე, რაღაცა იმპროვიზაცია მაკრონის, რომ რაღაცა პარიზში სასაცილოდ რაღაცა შეკრიბა მრგვალმაგიდასთან ჩაიზე ეს ევროპელი ლიდერები, შეიძლება ითქვას არაფრის მაქნისები რეალურად არაფრის მაქნისები. წარმოიდგინეთ 3 წელი ამ ადამიანებმა ვერ გადაწყვიტეს ერთი პრობლემა და აი ზუსტად ამას უკაცრავად ამ სიტყვაზე ამას აწვება ტრამპი, რომ რეალურად თქვენ არ ხართ საქმის გამკეთებელი. იმიტომ რომ 3 წელი ჰქონდათ და პირიქით რუსეთმა გაცილებით იმაზე მეტი ტერიტორია დაიპყრო, რუსეთის ეკონომიკა გაცილებით იმაზე უკეთესად არის და ყველაფერს თავი დავანებოთ. სამხედრო წარმოება რუსეთს, რომელიც ჰქონდა ომამდე, იმაზე 3-ჯერ მეტად უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე იყო მანამდე და თქვენ გქონდათ ამის საშუალება და 3 წელი თქვენ უნარი ვერ გამოავლინეთ რომ ამ კონფლიქტის თუნდაც გაყინვა შეგეძლოთ და პირიქით თქვენი სულელური გადაწყვეტილებებით ზოგან არჩევნების გაუქმებით, ზოგან დემოკრატიის საერთოდ ხელყოფით, ზოგან საერთოდ პირდაპირი ჩარევით სხვადასხვა ქვეყნებში აბსოლუტურად არიეთ ყველაფერი და იმდენად უნაროები ხართ თქვენ არ შეგიძლიათ, ანუ ეს გაუჟღერა ვენსის ხელით და ჩვენ რა მივიღეთ ხო რაღაცა იმპროვიზაცია, რაღაცა ვითომ არაფორმალური სამიტების იქ შეხვდნენ და გამოვიდნენ და თქვენს რომ დიახ ჩვენ უკრაინას მხარს უჭერთ და მე რა უკრაინას უჭერთ ყველა მხარს 3 წელია. რამე შეიცვალა ყველა რომ უჭერდით მხარს უკრაინას? ანუ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იყო ხო საჭირო. მე ვითომ მეორე შეხვედრა დაანონსეს, მაგრამ ამ დროს მიხვდნენ რომ რეალურად ტრამპის იქით შანსი არ აქვს. ჩადიან ტრამპთან, სწორედ მაკრონთან. აი, მან მიდივარ ზუსტად ბრიტანეთის პრემიერი და საფრანგეთის პრეზიდენტი გარბიან მაკრონთან. გერმანიის ვერ წავა იქნა გამომდინარე, რომ გერმანიას პირდაპირ უთხრა მისი ადგილი, შოლცს მიუთითა, რომ შენ არ ახარ დემოკრატი მართველიო და არ შეხვდება და ვენსი არ შეხვდა, წარმოიდგინეთ, ლიდერს და ვენსი შეხვდა AfD-ს ლიდერს, რომელზეც პირდაპირ მიუთითა, რომ ეს რანაირი დემოკრატიაა, რომ რეალურად ავიწროვებთ პარტიას, ანუ პირდაპირ გაუხსნა ცეცხლი კონკრეტულ ქვეყანას, აქ გერმანიას, პოლიტიკურ ცეცხლს გერმანიას და მე გეტყვით რომ გერმანიაში თუ მემარჯვენეები შეიძლება ერთპიროვნულად ვერ გაიმარჯვონ, მაგრამ მემარჯვენეებს სერიოზული ბერკეტი ჩაუვარდათ ხელში, დრო მოდის საფრანგეთის. იმიტომ რომ საფრანგეთშიც ანალოგია. ძალიან მნიშვნელოვანია 23-ში არის ეგ არჩევნები და მეც ვფიქრობ, რომ ეგ იქნება აი ერთ-ერთი მთავარი საკვანძო გერმანიის არჩევნების გულში. და რა ჭირს ევროპას, ხო, რადგან ტრამპზე ვსაუბრობთ, რეალურად ევროპამ ყველანაირი ხიდი დაწვა აზიასთან.
აბსოლუტურად. მე არ ვსაუბრობ ეხლა Nord Stream-ის აფეთქებებზე და იმის ენერგეტიკის რაღაცა ჩაკეტვაზე და საერთოდ გულებელყოფაზე, მე ვსაუბრობ პირდაპირ, რომ აბსოლუტურად ყველანაირი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ხიდი აბსოლუტურად დაწვა რუსეთთან. მოდი ესე ვთქვათ, რუსეთთან აბსოლუტურად დაწვა და დარჩა ევროპა ამერიკის ამარა. ძალიან კარგად იცის ეს ევროპა, რომ ამერიკის გარეშე მისი ძლევა მოსილება არის ისეთივე ფიქცია, როგორც როგორ გითხრათ, ისეთივე როგორც ზელენსკის რაიმე შეუძლია რაიმე საშუალებით მოახერხოს პუტინთან ერთ-ერთზე რო დაჯდეს, ის ხომ საუბრობდა რომ მე დავждები პუტინთან ლაპარაკის დროს მან მოუგოს რამე. მართლაც ესე არის ევროპაში საქმე, აი მაინტერესებს ხოლმე, იმიტომ რომ ევროპა მაინც საუბარი არის კონტინენტზე, რომელიც მთელი კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში, ჩვენ რაც ვიცით ყოველ შემთხვევაში, ქმნის მსოფლიო პოლიტიკურ დღის წესრიგს სწორედ ევროპა მთავარი, ვისაც ცივილიზაციის ცენტრი, ყველაფრის ევროპა ყოველთვის იყო თვითკმარი. მართლაც დადგა ის ეპოქა დღეს, რომ ევროპა გახდა ის სივრცე, რომელსაც საკუთარი თავის უსაფრთხოების უზრუნველყოფა აღარ შეუძლია. ჩვენ ფაქტებით ვხედავთ ხომ ამ ყველაფერს. რეალურად ევროპა, რომელსაც და ტრამპი პირდაპირ მიუთითებს, უყურეთ, უკრაინის პრობლემა არის თქვენი პრობლემაო. მაგრამ მე როდესაც ფინანსებსო, ფინანსები გამოუყავი უკრაინასო, ჩემი ნაჩუქარი გამოდისო და უკუგება ჩემთან არ მოდის, ჩემ ხალხს. ევროპის შემთხვევაში სესხია. ანუ რეალურად აღმოჩნდა, რომ ევროპა ვერანაირად ვერ არის ამ მოცემულ მომენტში თვითკმარი და აბსოლუტურად არის დამოკიდებული ამერიკულ დოტაციაზე, ხო? ჩვენ ამას ვხედავთ ახლა, იმიტომ რომ დაწყებული ენერგეტიკიდან, როდესაც რუსეთთან შეწყვიტეს ყველანაირი ურთიერთობა, ჩვენ ვიცით რომ გადამუშავებულ ნავთობს ინდოეთიდან ყიდულობდა იგივე რუსულ ნავთობს. კი ბატონო. ანუ გამომდინარე აქედან ჩვენ მათ თუ აზიურ ნაწილთან კონტაქტი არ აქვს, მე რუსეთს გულისხმობ, აქ ევროპას არ აქვს. ერთადერთი ბაზარი რჩება ამერიკის და რაქნა ტრამპმა 25% დაუწესა. გადასახადები დაუწეს. ანუ ყველანაირად ავიწროებს მას, იმიტომ რომ იცის რომ მასია დამოკიდებული ევროპა, ეს იქნება ენერგეტიკით თუ სხვა რამით, ეკონომიკის თვალსაზრისით არის აბსოლუტურად ამერიკაზე დამოკიდებული და ჩვენ ახლა ვნახავთ რეალურად, აი თქვენ რასაც ამბობთ, თვითკმარი, ახლა ვნახავთ ჩვენ რამდენად აქვს საშუალება ეკონომიკას ევროპას გამოფხიზლდეს რეალურად და რეალურად დაიწყოს საკუთარ პრობლემებზე ფიქრი. და ტყუილი არ არის ჩვენ აქ ჯეფრი საქსს რომ უსმენთ, სხვადასხვა ანალიტიკოსებს რომ უსმენთ, ისინი პირდაპირ საუბრობენ ამაზე, რომ იმდენად ჩაიკეტა ბრიუსელი საკუთარ ბიუროკრატიაში, იმხელა კორუფციაში ჩაწვა და იმხელა გავლენები აქვს სოროსის სინდიკატს ზედა ეშელონებში, რომ აბსოლუტურად აცდნენ რა ხდება ქვედა დინებებზე. რა ხდება? წალეკა ემიგრაციამ და საემიგრაციო პოლიტიკამ, წალეკა ეგრეთ წოდებულმა ვოუქიზმის სიგიჟეებმა და აბსოლუტურად იმაზე, რომ მის რაღაცა ეროვნულ ინტერესებზე, ეროვნულ უსაფრთხოებაზე ზრუნავდეს, აბსოლუტურად მოგონილ თემებზე დაიწყეს საუბარი. დაიწყეს სოფლიოში რაღაცა, LGBT ადამიანებს დიახ, ამაზეა საუბარი, იმის მაგივრად, რომ რეალურ პრობლემებზე შეეხედათ, ეს არის რეალურად პრობლემა დღეს ევროპის. და ნახოთ, ევროპა თუ მოახერხებს რომ გამოფხიზლდეს, პირველ რიგში რა უნდა გააკეთოს? ტრამპი ამას ხედავს კარგად და პირდაპირ მიუთითებს, რომ შოლცი, მაკრონი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მინიმუმ თანამდებობებზე არ უნდა იყვნენ. იმიტომ რომ ეს ადამიანები ვხედავთ, ევროკავშირი, რასაც აკეთებდა 7 წლის წინ, ლაიენი როდესაც ბრძანდებოდა ქალბატონი ხელმძღვანელობაში, იგივე საკეთებს ახლა, იმიტომ რომ ის ქალბატონი დარჩა ისე ხელმძღვანელობაში. ანუ რა უნდა შეიცვალოს? სოფლიო შეიცვალა, მაგრამ მათი პოლიტიკა ისინი არ იცვლებიან. ამიტომ ვსაუბრობ, რომ ეს არის ჩაკეტილი, ანუ ევროკავშირი რეალურად ევროპაზე როდესაც ვსაუბრობთ, უნდა გამოვყოთ. არის კონტინენტური ევროპა, ევროპა საკუთარი ღირებულებებით, რომელიც მე ძალიან მომწონს, დაწყებული მართლმსაჯულებით, დამთავრებული ადამიანის უფლებებით, რაზეც ჩამოყალიბდა მთელი ეს შეიძლება ითქვას ქრისტიანული საფუძველი, რაზეც ევროპა შენდებოდა და აქეთ არის ბრიუსელის ბიუროკრატია, რომელიც ჩაიგდო ვიღაცა სინდიკატმა, სოროსის სინდიკატმა ხელში და აბსოლუტურად პედალირებს მოგონილ თემებს, რომელიც თემებიც უნდა თვითონ გააჟღეროს. ამაზე აქვს ტრამპს პრეტენზია და თქვენ წინა კითხვას და წინა თემას რომ მიუბრუნდეთ აქ ეხება, სადაც ტრამპი აი ამ ყველაფერს მიუთითებს ევროპას.
იქ მე აუცილებლად ვიქნები ტრამპის მხარდაჭერი გამომდინარე იქიდან რომ ეს სიგიჟეები რასაც ბრიუსელი აკეთებდა შემეხო მე პირადად და მეხება დღეს მე პირადად და რა თქმა უნდა ჩემთვის მაგალითად ტრამპის პერსონა არის მისაღები რომ თუ კი ჩემი არჩევანია ევროპა პირობითად ავიღოთ ევროპა თუ კი ტრამპი შეძლებს რომ გამოაცოცხლოს ეს რაღაცა ხელოვნურ სუნთქვაზე შეერთებული ბიუროკრატია და რეალურად ევროპაში დააბრუნოს ის ღირებულებები რაც მე მომწონს მე ამ სივრცეში მაშინ მე მას ბოლომდე დაუჭერ მხარს კი ბატონო და აი ზუსტად ამ კონტექსტში ალბათ 23 თებერვლის არჩევნები გერმანიაში იქნება ერთ-ერთი გადამწყვეტი რაც გამოაჩენს რომ აი მე რა ფორმი წავა იქ თუ მოიგო AfD-მ მე საერთოდ აი რომ პირველ ადგილზე გავა მაგრამ ხო გერმანიის და ზოგადად იქ ესეთ სისტემებია რომ კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბა კოალიციური მთავრობა მე აი რო გითხარით ეგ ვარიანტი ამდენად არ ვიცი რამდენად შეკრავენ საერთოდ ამ პოლიტიკურ გუნდთან კომუნიკაცია არა თუ არ შეკრეს ჩათვალეთ რომ სერიოზული კრიზისი იქნება ანუ ახლანდელი მონაცემებით ამ მემარჯვენე ჯგუფს აქვს დაახლოებით 23%. პირველ ადგილზე გადის მერცი თუ არ ვცდები ლიდერი რომელიც მერკელს ებრძოდა გონი ქრისტიან-დემოკრატები არიან პირველი. კი ბატონო. იმას აქვს 25%. ანუ ისეა განაწილებული თუ კი მემარჯვენებს არ დაიხმარენ რეალურად ძალიან გაუჭირდებათ კი ბატონო. ნუ იმაზე შოლცზე და შოლცის პარტიაზე არ არის საუბარი ისინი არიან უკაცრავად პლინტუს დაბლა ნუ საშინა ეგეც ხო პარადოქსია რა წარმოიდგინე. ხო, აქედან გამომდინარე, ეს მემარჯვენეები თუ აქ დაიწყებენ სერიოზულ გავლენებს მოიპოვებენ გერმანიაში, გერმანიის საკანონმდებლო ორგანოზე, ჩათვალეთ რომ შემდეგი ჯერი საფრანგეთი. გადაიდება ეს საფრანგეთს და შემდეგ ეს ნიშნავს რომ ავსტრიაში შეინარჩუნებენ ძალას და ესპანეთში ვოქს ექნება კი ბატონო და აქედან გამომდინარე მათ ექნებათ უკვე საშუალება რეალურად დაგვანახონ თუ რა შეუძლიათ პასუხისმგებელ კონკრეტულ პერსონებს რა შეუძლიათ ამ ადამიანს რეალურად შეუძლია ევროპას რომ თვითგამორკვევა მოახერხოს და აბსოლუტურად ყველანაირ პრობლემას რომელი პრობლემის წინაშეც არის აღმოჩენილი გაუმკლავდეს ეხლა უცებ გამახსენდა რომ პრობლემაზე რომ ვფიქრობდი 2 დღის წინ ნახე სიუჟეტი თქვენ არ იცით შვედეთში რა ხდება მკვლელობების და გაუპატიურებების თვალსაზრისით ეს მიგრანტების პრობლემასთან არის კავშირში საერთოდ. ვისთანაც არ უნდა იყოს. შვედეთში არასოდეს ყოფილა ეს პრობლემა. ხო ხვდებით აი სკანდინავიურ ქვეყნებზე ყოველთვის ჩვენ დიდი ხნის ურთიერთობა გვაქვს ხო და რამდენი გვისაუბრია შეხვედრებზე რომ აი რა საინტერესო სოციალური მოდელები აქვთ ხო რაღაცა ჩამოყალიბებული ეკონომიკა და აბსოლუტურად ხო აი აბსოლუტურად წარმოდგენა იყო კარდინალურად სხვა ამ ქვეყნებზე და იმისი რა ქვია კმაყოფილების ინდექსი და წარმატებულობის ინდექსი და პირველ ადგილზე გადიოდნენ და შვედეთში საშინელება აი უბრალოდ არ დაიწყო ბრეივიკთან დაკავშირებით ხო იყო 21 წელი აქვს მიჟილი ბრეივიქს და მაშინ მქონდა მე პირველად შოკი რომ გავიგე რომ თურმე ეგ ყოფილა იქ ყველაზე მაღალი სანქცია იმიტომ რომ იმდენად დაბალია ზოგადად კრიმინოგენური მდგომარეობა რომ არ დგას აი მაღალი სანქციების საჭიროება და ბრეივიქს 73 ბავშვი მოკლა მიუსაჯეს 21 წელი. კი ბატონო. და არის ეს საშინელი მდგომარეობა და საიმიგრაციო პოლიტიკა, რა თქმა უნდა, პირდაპირ თანხმედრაშია, რომელზეც ქალაქის მერები იქ დიდი სიუჟეტი იყო 2 დღის წინ ნახე, არა ქართულ ტელევიზიაში, უცხოურ ტელევიზიაში, ქალაქის მერები, კონკრეტული პოლიტიკოსები პირდაპირ საუბრობენ, რომ რაოდენობრივი თვალსაზრისითაც კი არ გყავს ის კონტინგენტი, რომელიც თქვათ, მოახერხებს აი ამ დონეზე ლოკალიზებას პრობლემის. ანუ სამართალდამცავიც კი არ გყავს მაგდენი. რეალურად ისეთი დიდი პრობლემებია და შვედეთი შედის ამ თვალსაზრისით ამ სტატისტიკაში, რომ არასდროს რომ არ ყოფილა 5-ელში თუ 6-ელში შედის მოკლედ. ანუ ძალიან გაგვიძლია ეს კონკრეტული თემა, მაგრამ ანუ პრობლემაზე, როდესაც ვსაუბრობ, ეს არის ერთ-ერთი პრობლემა და დიახ, გერმანიას ეს პრობლემა გადასაჭრელი აქვს. გერმანიაში პირდაპირ განაცხადეს ასეთი რამ, ბუნდესტაგის ერთ-ერთ გამოსვლაში ამასაც ჩემი ყურით უსმინე, რომ საუბრობდნენ იმაზე, რომ თვეში იმაზე მეტ მიგრანტს ვიღებთ, ვიდრე ვუშვებთ, ანუ დეპორტს უკეთებთო. ესო წარმოუდგენელია. ანუ იზრდება რა. ანუ წარმოვიდგინეთ დემოგრაფიის თვალსაზრისით, დემოგრაფიული კატასტროფა როდის არის, როდესაც სიკვდილიანობა გადააჭარბებს შობადობას. ანალოგიურია ხა პარალელი რო გავავლოთ. ანუ გაცილებით სამჯერ მეტი მიგრანტი შემოდის ნუ და თან საუბარი არის გერმანიაზე არის საუბარი აი ქვეყანაში. მთლიან ეკონომიკას, სოციალურ საკითხ ყველაფერს
ეს ემიგრანტები ყველაფერზე მოქმედებენ, ხო, ავტომატურად მოქმედებენ. ანუ ამას ვსაუბრობ მე და ტრამპსაც ვენსის განცხადებაც ეს იყო, ანუ იმ განცხადებების და იმ რაღაცა მუქარების თუნდაც მიმართ, რომ გამოფხიზდით, რეალურად თქვენ ეროვნულ ინტერესებს მიხედეთ და გაეშვით ამ რაღაცა ბრიუსელის სიგიჟეებს, რასაც სოროსი გახვევთ თავს. და მომხებით ეს არის ის სიგნალები ჭირდება, რა თქმა უნდა, ევროპას დიდი ხანი. ტრამპის თემა რაღაცნაირად რომ შევაჯამოთ, ჩემი აზრით არის ეს, რომ ტრამპი პირდაპირ ეუბნება, რომ თქვენთან ვიქნები, თუ კი ჩემს პოლიტიკას მოყვებით ბოლომდე. არანაირი კითხვის ნიშნებით. მომყევით ბოლომდე, ამ შემთხვევაში ჩვენ ვისაუბრეთ. თუ არა და მე დაგიწესებთ ეკონომიკურ შეზღუდვებს, თქვენთან მაგალითად არ ვითანამშრომლებ ამ საკითხზე, არ ვითანამშრომლებ, თქვენ მაგალითად თავისუფლად შემიძლია რომ მაგიდიდან გაგიშვათ, რაც დაუმტკიცა კიდევაც ჩავიდა არაბეთში და შეხვდა რუსეთს ჩვეულებრივად იქ ისაუბრეს. თქვენ პატარა ბიჭები ხართ, აი ესე მე ვრცელდებოდა ძალიან საინტერესო ის ამერიკულ პრესაში კომიქსები, რაღაცა Children and Daddy და აი ესეთი რაღაც რა, ბავშვების შეხვედრა და უფროსების შეხვედრა, ბავშვების შეხვედრა იყო პარიზის სამიტი, უფროსების შეხვედრა არაბეთის სამიტი და აი წარმოიდგინეთ რა, ასეთ დონეზე, ანუ პირდაპირ ხო, მაგრამ ეს არის იმისი აღიარება, რომ აი სოფლიოში წესრიგი დგას არა წესებზე, არა საერთაშორისო შეთანხმებებზე, არამედ ძალის პარადიგმაზე. ანუ ვისაც აქ ძალა და შეუძლია რაღაცის კეთება, ის ამას აკეთებს და ასე იდგა ყოველ. ეგ იყო რუსეთის მიმართ მე ბრალდება. ასე იყო ყოველთვის. ეს ჩვენ იცი რა არის? ჩვენ ხო ყველაზე მოწყვლადი საზოგადოება აღმოჩნდით რაღაცა, როგორ ვთქვათ, რაღაცა ინსინუაციების წინაშე. თავს რო გვახვევდნენ, ხო იცით რაღაც ერთპოლუსიანობას მაგალითად. არსებობდა წმინდა ამერიკა, მისი წმინდა ეგრეთ წოდებული ძროხების სახით, ელჩების სახით, რომელიც იყო ხელშეუხებელი და დანარჩენი ყველაფერი შენ რომ გეთქვა, ეს იყო რუსული ჯოჯოხეთი, საშინელება და არაფრით არ შეიძლება და ამის ეს ხომ წლები ასე ურეცხავდნენ ტვინს თუნდაც სოფლიოს საზოგადოებას. ჩვენ რატომ გონია რომ მაგალითად სოროსი გამომდინარე მე ვიცი რატომ გონია, იმიტომ რომ ჩვენზე ყველა იმოქმედა და პირდაპირ პროპორციულად აისახა ეს ყველაფერი და ჩვენ ახლა ჩვენი გადმოსახედიდან ვიყურებით, მაგრამ მე ძალიან მარტივ მაგალითს მოგიყვანთ რა უქნა სოროსის აღმოსავლეთ-დასავლეთ ინსტიტუტმა, მისი ცნობილი ორგანიზაცია ეს, ალბანეთის სასამართლოს, უკრაინის სასამართლოს, იქაც ანალოგიური სიტუაცია. თქვენ რა გონიათ რომ ეხლა იქ სასამართლო რეფორმას რო ატარებდა, იქ გარკვეულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს თუ საზოგადოებას არ ექნებოდა პრეტენზია. იქაც ასე მიდიოდა გარკვეული ვეტინგია, როგორც ვიცი და პირდაპირ ერევია, საერთაშორისო კონტროლი არის ალბანოს სასამართლოს. კი ბატონო, ანუ სასამართლო არ არსებობს ალბანეთში, სასამართლო არ არსებობს უკრაინაში. გასულია ადგილობრივი ანუ ქვეყნის კონსტიტუციის გარეთ არის გასული. სადაც კი რატო დააფინანსა სოროსმა ეგრეთ წოდებული რევოლუციები, ნარინჯისფერი, ტიტების, ვარდების და რა ვიცი შოშანების და ასე შემდეგ. ხო, აბსოლუტურად ეს იყო კონკრეტული სცენარი, რომელიც სცენარის მიხედვითაც ის რკალი უნდა შემოესაზღვრათ და ყველა ცეცხლი უნდა გაეჩინათ გარშემო რუსეთის გარშემო. ნუ ესეთი სტრატეგია ჰქონდათ. ამ სტრატეგიას მიყვებოდნენ. ამაში ჰქონდა ძალიან დიდი როლი არასამთავრობო სექტორს და მასმედიას და დააკვირდით. ყველაზე დიდი ფული ახლა რომელიც USAID-ის მიერ ქვეყნდება, სად მიდის? მასმედიაში და არასამთავრობო სექტორში. და ეს იყო კონკრეტული იარაღი საზოგადოებების წინააღმდეგ, რომელთაც თქვათ, ვისაც გამოურეცხავდნენ თუ არა და დააკენსელებდნენ უკაცრავად ამ სიტყვაზე, როგორც კულტურას აკენსელებენ, ანუ ქარწაღებულში მაგალითად შეუძლიათ საერთოდ ფილმიდან შავკანიანი მსახიობი ამოიღონ და გააქრონ. ხო, აი სიგიჟე რატომ სიგიჟეებამდე. ხო, ამ დონის სიგიჟეებდა მაგალითად კოტა დააწესეს ჰოლივუდში ფილმში რომ გადაიღებ, თქვათ ფილმს რომ გადაიღებ, იქ არის რომ აუცილებლად უნდა იყოს ორი თეთრკანიანი, ორი შავკანიანი, ორი აფროამერიკელი, ორი ჩინე, ორი გეი, ორი ტრანსექსუალი და ასე შემდეგ. აი წარმოიდგინე რა დონის სიგიჟე. აი სიგიჟეებით საზოგადოებებს ურეცხეს ტვინი, მაგრამ საბედნიეროდ რეალურად ეხა ადამიანური ბუნებაა ეს რომ რაღაცნაირად ამოუხსნელი ფენომენია რომ არსებობს რაღაც ზღვარი, რაღაცა ზღვარის შემდეგ ადამიანში შეიძლება ითქვას ეგოს მიღმა იღვიძებს რაღაც ძალა და აბსოლუტურად ეწინააღმდეგება აბსოლუტურად ყველაფერს. აი ასე მოხდა მაგალითად აი კარგი მაგალითი მინდა მოვიყვანო, როდესაც ჩვენი მშობლების თაობა უპირისპირდებოდა 9 აპრილს ტანკებს. კი ბატონო.
მე ჩემი ნათესავია იქ რომ უწובה და ჯოხს რომ უტყავს ცნობილი კადრები ხო ცნობილი ანუ სულ ვეკითხებოდი ხოლმე რომ მეთქე რომ არ ვიცი გადამეკ ანუ არ ვიცი მაგას იმ მომენტში ეხა რა ჯოხს რომ ურტყავ ტანკს ხო გასაგებია რომ ირაციონალურია ვერ ხსნის დღემდე ვერ ხსნის რომ როგორ ურტყავს ანუ რას გულისხმობ ყურეთ ეს ეხა ჩვენთვის ემოციური ნაწილია და კარგი მაგალითია ამის მაგრამ ადამიანის ბუნებაში არის ეს და განსაკუთრებით კი ტრადიციულ ერებში სადაც საუკუნეების განმავლობაში იყო ძალიან ფუნდამენტური ღირებულებები რომლითაც ერები და გენეტიკა განვითარდა მათი ეხა არ ჩამოვთვლი მოკლედ არ არის საჭირო მოდი მარტო საქართველოს ჩვენს შემთხვევაში ხო ჩვენი იდენტობიდან გამომდინარე რომელიც შეიძლება 9 წელი 10 წელი ამ ყველაფერს უყურო ითმინო და შემდეგ უკვე ეს ყველაფერი უკვე როდესაც ამოხეთქავს აქ ვეღარაფერი ვერც სოროსის და ვერც არასამთავრობო სიგიჟე და ვერც ვერანაირი ნარატივი შენზე ვერ იმოქმედებს და აბსოლუტურად მზად ხარ საკუთარი სიცოცხლეც კი დათმო საკუთარი სამშობლოს საკუთარი ოჯახის და საკუთარი ტრადიციების გამო ხო რეალურად ახლა ჩვენ 2012 წელს მაგ პროცესს უყურებდით იმიტომ რომ თანხმების სავსებით მე არაერთხელ შემიძლია გავიხსენო ეს რომ არჩევნების ღამეს მაგალითად არ დამოუწყდება მარტო ვარ დარჩენილი და როგორ იკვრებოდა წრე ტელეფონი არ მინდოდა რომ გამთიშოდა 2012 წლის ამბავს ვიხსენ. მე ვთხარი კონტაქტზე ვიყოთ მეთქი, იმიტომ რომ შეიძლება მომიტაცონ. აი ვერ წარმოიდგენს ბევრი რეალურად ადამიანებმა რაზე გადაიტანეს და დღეს საუბრობენ ზოგიერთი გამოდის და გვესაუბრება იმაზე რომ მოლოტოვის კოქტეილი რომ ესროლა პოლიციელს ის დაიჭირეს და როგორ დაუწერეს ჯარიმაო. მე იცით აი იცი რა მაკვირვებს ურა რომ არიან მათ შორის ადამიანები ამ პროცესში ჩართული მე არ მინდა რომ ისინი გავაკრიტიკო მართლა გულწრფელად არ მინდა ყველას თავისი გადაწყვეტილება აქვს რომლებსაც ახსოვთ ეგ ყველაფერი რომლებთან ერთადაც ვიბრძოდით ჩვენ და რომლებიც იქ იყვნენ ზოგი ბევრად აქტიური იყო ჩემზე მაგალითად ამ პროცესებში და რაღაც დღესგანან აქეთ მხარეს მე კიდე ერთხელ ვამბობ რომ ყველას აქვს რა თქმა უნდა თავისი არჩევანი თუმცა იმათ პირიქით აქეთ მხარეს ჩვენთან აქვს პრეტენზია რომ მაშინ თუ გმობდი ძალადობას ეხლა რა არ ხდება ძალადობა რატო არ გმობ ამ ყველაფერს ვინ ამბობს რომ არ ხდება ხო ეს ერთი მოდი გამოვყოთ უყურეთ არსებობს ძალადობა რომელიც ხდება და არსებობს სისტემური ძალადობა რომელსაც სახელმწიფო იყენებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ამას ძალიან დიდი განსხვავებაა ჩვენ ოდესაც ვხედავთ როგორ შეიძლება მე მაგას არ ხედავ არა ეხლა აქ არის უკვე პირადი დაინტერესება გარკვეული მერკანტილური მე არავის არაფერს არ ვადანაშაულებ ადამიანი ხედავს მე არავისთან არასდროს და მე ამას ყოველთვის გამოყოფ ხოლმე რომ პერსონალური ურთიერთობა პოლიტიკური თვალსაზრისით არავისთან მაქვს მას თავისი აზრი აქვს ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს თავისი აზრი მას პერსონალურად არ ვედავები ამ ყველაფერში უბრალოდ მე შემიძლია აუხსნა ნებისმიერ დროს რომ როდესაც სახელმწიფო აპარატი მუშაობს ადამიანის წინააღმდეგ, როდესაც 15 ივნისს მე ვკითხულობდი ტექსტს, მხოლოდ ტექსტს ვკითხულობდი და 15 მეტრი ვიდექი შესასვლელთან და არ მახსოვს თან ძალიან ცხელო და არ მახსოვს როგორ გადაგვირბინა პოლიციამ კითხულობდი საუბარი არის შევახსენე მაყურებელს 2009 წლის 15 ივნისზე როდესაც სამმართველოს შენობაში სამმართველოს ეზოში მოხდა აი უსასტიკესი დარბევა ბევრი დარბევა გვახსოვს მაგრამ აი 15 ივნისი რო იყო ეგ ჩაქუჩები ცემდნენ ახალგაზრდებს მტკვარში ხდებოდნენ ხალხი თავის გადასარჩენა და კი დიღმის ხიდიდან ამდენი გადახდა მე ძალიან ბევრს ვიცნობ და მას რა ქვია ბექაურს რა უქნეს დღემდე რომ მას აღენიშნება სხეულზე ის მაშინდელი იარები ხო და მე საღამოს რომ მე ვიღებდი კადრები რაც არის ბევრი შემორჩენილი ისეთი რომელიც შემდეგ სტრასბურგში გაიგზავნა ჩემი გადაღებულია დალეწილი ვიყავ როგორ ვარკვევდი რეზინა რომელ ხელზე მქონდა მორტყმული და რკინა ანუ რკინა გიშავდება სხეული და რეზინაზე წითლდება და სივდება და ამ სიცხეში ჩავიცვი შარალ კოსტუმი ვითომ ისეთი იერი მივიღერო ვითომ ადვოკატი ვიყავიან რაღაცა და აი როგორი იმაზე გავიარეთ იმ დღეს 3-4 კაცს დავდიოდით და ჩუმჩუმად ვიღებდით კადრებს რომ ეს კადრები იმიტომ რომ აბსოლუტურად მოიტაცეს ყველა ჟურნალისტი ხო კადრიც არ დარჩა ფოტოები გვაქვს ყურეთ აი ძალიან არ გაგვიგზელდეს ამ თემაზე საუბარი წარსულში იყო მაგრამ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს ტექსტის კითხვის დროს გადაგვირბინეს აი ეს არის სისტემური დანაშაული და მოლოტოვის კოქტეილის დროს როდესაც ჩვენს მიმართ არა მარცხნიერი ვთქვათ ძალა გამოიყენება ეს არის ძალადობა მაგრამ შედარება ამისი და ამისი არ შეიძლება არაფრით
იმიტომ რომ იქ კონკრეტული საქმეები და შემიძლია ამაზეც ვისაუბრო და შეგვიძლია ნებისმიერ ადამიანს აუხსნათ რომ იქ გადაცდომებზე საქმეები დაწყებულია პოლიციელების მიმართ. ვინდა რა ამას სახელმწიფო არასდროს არ იტყვის, როდესაც დადგება შედეგი, აუცილებლად გამოცხადდება ეს. აუც ყველა დარბევის იქნა თუ დაშლის შემდეგ აბსოლუტურად ყველგან მიდის მოძიება, როგორც თქვათ პროკურატურა იძიებს კონკრეტულ დამნაშავებს, შეიძლება სამოქალაქო პირებს, ასევე ზემდგომი ორგანოები აკვირდებიან პოლიციის მოქმედებას. რა თქმა უნდა. მაგრამ მე გეუბნებით რომ ნუ დააკავშირებთ და ნუ გააიგივებთ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ გეუბნებით ტექსტის კითხვის დროს შორტ ინსტანციაზე მდგომებს გადაგვირბინეს. ეს იყო სისტემური დანაშაული, როდესაც სახელმწიფო მიზანმიმართულად ცდილობდა რომ მაქსიმალურად დაესაჯა ახალგაზრდობა და თქვენ ადამიანები, რომლებიც იქ დგახართ, მაგალითად, მოლოტოვის კოქტეილის სროლის გულისთვის არ უნდა გქონდეთ პრეტენზია, რომ სახელმწიფო გამოიყენებს პროპორციულ ძალას. ეს ასეც არის. თუ მოხდება გადაცდომა, ასე შემთხვევაშიც იქნება გამოძიება. ეს არის განსხვავება და ახლა კონკრეტულად ვის როგორი აზრი აქვს და ვის როგორი შეხედულება აქვს ღმერთ თავშიდობაში მოახმაროთ. კი ბატონო, არა, ხო, ნამდვილად გეთანხმებით და მეც უბრალოდ მიკვირს, რომ ადამიანები ვისაც ახსოვს, აი ფურცელაძის ქუჩის ამბავი რო ახსოვს, მაგალითად 6 მაისი რო ახსოვს 2009 წლის 15 ივნისი, რამდენი თარიღი შეგვიძლია გავიხსენოთ და დღეს ახლა გვიმტკიცებს, რომ იგივეა ის რაც დღეს ხდება, თურმე რაც მაშინ ხდებოდა. ჩემთვის გულსათქენი არის ხოლმე, თუმცა გეთანხმებით, რომ არავის თან არ შევდივარ ამ საკითხებზე პოლემიკაში. ბოლო საკითხი, რაზეც მინდოდა გვესაუბრა, ეს არის ჩემი აზრით ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ერთ-ერთი რაც რასაც დღეს შეიძლება შევეხოთ, ეს არის განცხადებები რუსეთიდან ამ +3-თან დაკავშირებით, შემდეგ გუშინ გაკეთებული განცხადებები ქართული მხარისგან, სხვათა შორის მე მოვისმინე ბატონი გიავოლსკის განცხადება, რომელიც არ იყო იმდენად კატეგორიული, როგორც ჩვენ ეს წარსულში გვახსოვს ხოლმე. მან თქვა, რომ მომავალში თუ შეიცვალა რამე ამ ხრივ, მომავალში სხვა რაღაცებს ვისაუბროთ, თუმცა დღევანდელი მოცემულობით ჩვენ არ გვაქვს ამისი საჭიროებაო, არც ეკონომიკური, არც პოლიტიკური საჭიროება, რომ ამ ტიპის ფორმატის მუშაობაში მივიღოთ მონაწილეობა. ეს ცალკე საკითხია, ხა ჩვენ მაგალითად ამ სტუდიაში სხვა აზრი გვაქვს ამ საკითხებზე და მიგვაჩნია, რომ აქამდეც უნდა დაწყებულიყო ეს პროცესი. გასაგებია, რომ ხელისუფლების შიგნით შეიძლება და მეტ ინფორმაციას ფლობენ სხვანაირად უყურებენ პროცესს, იქ სხვანაირად აფასებენ ამ ყველაფერს. ნებისმიერ ვარიანტში მე მინდა გკითხოთ ასეთი რაღაც, აი გუშინდელი ვენსის განცხადების, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ გვაბრალებენ, რატო ეცაუბრებით რუსებს, მაგრამ მე მექნება ასეთი შეკითხვაო, რომ თუ არ ვესაუბრეთ რუსებს, აბა ომი როგორ დავასრულოთ. იგივე არგუმენტი საქართველოსთან დაკავშირებით არ არსებობს. რუსეთი, რომელსაც აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებული, სადაც პრობლემა გვაქვს ამ ქვეყანასთან, თუ არ ვესაუბრეთ, აბა სხვა რა ვარიანტია რომ მოვაგვაროთ. იქნება ეს 3+3 თუ იქნება ეს რაიმე სხვა ფორმატები. მე მიჩნდება ასეთი განცდა, რომ განსაკუთრებით ამერიკული პოლიტიკის, ბოლო პერიოდის პოლიტიკა მისცემს საქართველოს ხელისუფლებას იმის შესაძლებლობას, რომ სხვა მიმართულებებითაც გაიხედოს და რაიმე სხვა ფორმატებში ჩართვის ენაც იფიქროს. თქვენ როგორი შეხედულება გაქვთ ამაზე? ხო, პირველ რიგში ჩვენ ერთი რამ უნდა, აი ამ ბოლო პერიოდში ძალიან სწორი საგარეო ხედვები და ძალიან ზოგადად სწორი პოლიტიკის კეთების უნარი გამოვიმუშავეთ, როგორც ქვეყანამ, თუნდაც ამ ეტაპობრივი შეიძლება ითქვას დამოკიდებულებების ცვლილების მე გულისხმობ თუნდაც დასავლეთთან ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ არა, თუ ჩვენ საუბრობთ და თუ ჩვენ თანასწორი ვართ, ვისაუბროთ თანასწორად. და შედეგი იმან გამოიღო, რომ ჩვენ ეტაპობრივად მაქსიმალური სიფხიზლით და მაქსიმალურ პრაგმატულად მოვახერხეთ ლავირება და დანის პირზე გავლა. ასევე ჩემი დამოკიდებულება, ასეთივე მიდგომა უნდა გამოვიჩინოთ თუნდაც რუსეთის მიმართ. ნებისმიერი სხვა არ შეიძლება სამწუხაროდ ისტორიული მაგალითებია ამისი, რომ რაღაცა ურას ძახილით დავღუპეთ ეს ქვეყანა. არ შეიძლება იმის თქმა, რომ აი ამერიკამ თუ თქვა რომ მოდი რუსეთს პირდაპირ დაველაპარაკები, ეს ძალიან მაგარი მეთოდია და მოდი ახლა ჩვენ გავხსნათ მოლაპარაკება პირდაპირ რუსეთთან და პირდაპირ დაველაპარაკოთ. ყვეთ დიპლომატია არა მხოლოდ შეიძლება ითქვას კარგი განცხადებას და კარგ ლექსიკას მოითხოვს ზოგადად განცხადების დონეზე, დიპლომატია უფრო მეტად კეთდება კულისებში. და კულისებში მიდის სწორად მინდა რომ გავიგოთ ეს არაფერი ზედმეტ ვაჭრობა მიდის ჩვეულებრივ. მე შენ როდესაც დაგელ შენ რას მაძლევ, მე რას გაძლევ შენ.
შენი გადაწყვეტილებით მე რას მივიღებ, ჩემი გადაწყვეტილებით და ასე ხდება ინტერესების დაახლოვება რეალურად. და შემდეგ უკვე გადაწყვეტილება და შემდეგ პოლიტიკური განცხადებებით რომ იფუთება, ეს არის შეიძლება ითქვას აისბერგის წვერი. და რეალურად საქმე და რეალური საქმე კეთდება პროტოკოლის გარეთ. ანუ მე კიდევ იმ რითაც დავიწყებ, ჩვენ აუცილებლად ძალიან სწორად და პრაგმატულად, აუჩქარებლად უნდა დავიწყოთ და მე ძალიან მომწონს და მეც გავეცანი ბატონი გიორგის განცხადებას ეს და ძალიან სწორია ეს. არ შეიძლება აქ აჩქარება. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ მოცემულობებს, დავაკვირდეთ უკრაინის ომს, დავაკვირდეთ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს, დავაკვირდეთ თუნდაც რუსეთის მხრიდან გარკვეულ ნაბიჯებს კავკასიაში თუ რა ნაბიჯებს დგამს. დავაკვირდეთ თუნდაც განწყობებს კავკასიაში, რა განწყობებია. უნდა დავაკვირდეთ და აბსოლუტურად მაქსიმალური ინფორმირებულობა უნდა გქონდეს რა ხდება აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში. ჩვენ ურთიერთობაში რუსეთს დაველაპარაკებით თუ არ დაველაპარაკებით, რაზე მოგვიწევს დაველაპარაკება? ხო, აფხაზურ და ოსურ საკითხზე, იმიტომ რომ ჩემი პრეტენზია რუსეთთან არის ოკუპაცია, რომ მე არ მჭირდება ჩემი ისტორიული ტერიტორიების ოკუპაცია და ამისათვის საჭიროა ამ საკითხების წამოწევა და აი აქ უკვე აფხაზეთში სამხრეთ ძალიან ბევრი კომპონენტია, ხო? მე აი დავაზუსტებ, ის კი არა მაქვს პრობლემა. უბრალოდ შეიძლება მქონდეს ის პრობლემა, რომ აი მე რომ მგონია რომ გუშინაც უნდა დაგვეწყო ელაპარაკი, რომ აი რატო არ ვიწყებთ და ეს გასაგები არის. ამაზე შეგვიძლია ვიკამათოთ. მე მესმის ის არგუმენტი, რაც ამ შემთხვევაში აქვს ხელისუფლებასაც და სრულიად გასაგებია. ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ამ შემთხვევაში როგორც მოქალაქისთვის იმისი ცოდნა, რომ ხელისუფლების აღქმა ზოგადად აი ამ საგარეო პოლიტიკურ ვექტორებზე თუ შეიცვალა, თუ მართლაც დაინახავს ხელისუფლება მომენტს, რომ საჭირო არის რუსეთთან, არის დღეს არის მომენტი უკვე რომ დაიწყოს რუსეთთან დიალოგი, ის თუ არის ამაზე წამსვლელი. ეს მაინტერესებს მე, თორე ის რომ დავუშვათ ფრთხილობს ამ პროცესში, ეს გასაგებიც არის, სწორიც არის და პირიქით შეიძლება ხა მე რო პასუხისმგებლობა არ მაქვს, სახელმწიფო პასუხისმგებლობა არ მიჭირო, ჩემს ადვილი იყოს. ადვილია ამის კი ბატონო. დიახ, აი ამას ვსაუბრობ მე, უყურეთ რაღაცა ჩვენი ერთი პრიზმიდან უყურებთ თქო ამ საკითხს. რატომ არ ვფიქრობ თქვა ამ კუთხით რომ არის ის სწორი სიგნალები და თუნდაც ინტერესთა თანხვედრა, როდესაც თქვა სახელმწიფოს მხრიდან არის, საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან არის გასააქტიურებელი გარკვეული ნაბიჯები და არ დგამს ქვეყანა. ანუ ამიტომ ვსაუბრობ რომ ეს იმდენად სენსიტიური თემაა, რომ ამას არ ჭირდება აჩქარება. ჩვენ ნახეთ თქვა, იმიტომ ვთქვი რომ ძალიან კარგი უნარები გამოვავლინეთ პოლიტიკის, საგარეო პოლიტიკის კეთების და აი ამ კარგ უნარებში ის ერთ-ერთი უნარია რომ სახელმწიფოს აღმოაჩნდა, როგორ გითხრათ, სწორი ყნოსვა ამ თვალსაზრისით, რა დროს რა მოქმედება აწარმოოს. და ამიტომ ვსაუბრობ მე რომ სწორი სიგნალი თუ კი მოვა ჩრდილოეთიდან, როდესაც აუცილებელი იქნება, ვთქვათ, ქვეყანამ დაიწყოს კომუნიკაცია კონკრეტული საკითხებით, კონკრეტული დათქმებით, კონკრეტული ვადებით და ძალიან ბევრი კონკრეტიკით. რატომ გონია რომ სახელმწიფო არ დაიწყებს ამაზე თუნდაც მუშაობას? მე ამიტომ ვსაუბრობ, იმიტომ რომ ძალიან კარგი წარსულში იყო სხვა დამოკიდებულებები და ეს თუ არის შესრულილი, ეგ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. კი არა, რა თქმა უნდა, ხა იქნება ძალაუნებურად ვერსად ვერ ანუ ამ ქვეყანას ვერ ავიღებთ და ვერ გადავალთ სხვაგან. ჩრდილოელი მეზობელი, ანუ ვერ მოვჭრით. გვინდა არ გვინდა მოგვიწევს. საერთოდ არ მინდა, საერთოდ შეიძლება ითქვას არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ამ მათთან მეზობლობი, მაგრამ როდესაც რეალობაა და როდესაც არსებული ვითარება ასეთია, ძალაუნებურად გიწევს, რომ შენ მეზობელთან სრულად კონფლიქტში არ იყო, იმიტომ რომ შენს დაზარალდები საბოლოო ჯამში, ხო? რაღაც ყოფით პრიმიტიული მაგალითი რომ მოვიყვანო და საბოლოო ჯამში მაინც მიდიხარ კომპრომისზე საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ხო? აქედან გამომდინარე დღეს თუ ხვალ ალბათ მოგვიწევს გარკვეულ აი 3+3 იქნება თუ 1-1-ზე იქნება თუ 4-4-ზე იქნება თუ ამაში თვალთლიანი კავკასიური სახელმწიფოები იქნებიან ჩართულები თუ ამერიკა იქნება ჩართული. ყურეთ, ეს უკვე ტექნიკის საკითხია და ეს უკვე ვითარების საკითხია თუ იმ მოცემულ მომენტში რა ვითარება იქნება. მაგრამ დღეს თქვენ თუ მეკითხებით მე რომელსაც არანაირ თქვათ
შიდა სამზარეულო მე არ ვიცი ამ ურთიერთობის როგორც მოქალაქე მე აქედან გამომდინარე ვუყურებ ასე რომ არ შეიძლება აჩქარება აბსოლუტურად რაციონალურად უნდა განსაზღვროთ ყველა ნაბიჯი და შესაბამისად მოცემულ მომენტს დავალოდოთ როდესაც იქნება ყველაზე უპრიანი და ყველაზე სწორი მომენტი რომ ურთიერთობა ვაწარმოთ იმიტომ რომ ადრე თუ გვიან მაინც მოგვიწევს ამ საკითხებზე საუბარი ხოლო რა ფორმატში ეს უკვე სხვა ვითარების საკითხია ვისთან ერთად ფორმატში. მე ერთი ვიცი რომ იცით რა არის ახლა რადგან ამ საკითხებზე ვსაუბრობ ეს არაერთხელ მithქვამს რომ ერთი ვიცი რომ ერთი ერთზე ძალიან ჭირს ზოგადად ისეთ ბირთვულ სახელმწიფოსთან რომელსაც ოკუპირებული აქვს შენი ქვეყნის გარკვეული ტერიტორიები ძალიან რთულია საუბარი. ხვდებით ანუ შენ არაფერი არ აქვს შესათავაზებელი. ანუ აბსოლუტურად ყველა ვარიანტში გიგებს. და ამიტომ საუბრობ რომ რა ფორმატი იქნება ეს არის დროს და ვითარების საკითხი. კი ბატონო ეს ჩემთვის არის სრულიად მისაღები პოზიცია ჩვენი პრეტენზიები ძირითადად მაგას უკავშირდებოდა ზუსტად რომ განსხვავებული მოცემულობაა როცა პროცესს უყურებს საქართველოსთან განსხვავებული მოცემულობაა როცა უყურებ მაგალითად ბელგიიდან რომელსაც გერმანია და დანია და ჰოლანდია ყავს იქ მეზობელი იმას შეიძლება კონდეს სხვანაირი მოქმედებების უფუნება როდესაც ჩვენი ხელისუფლებები ისე იქცეოდნენ გეგონება ბელგიის ხელისუფლებები იყვნენ ეს იყო აქ პრობლემა თორე ბუნებრივია ხა სიფრთხილე ამ ხრივ და ის გააზრება თუ არსებობს ამ ხელისუფლებაში სად ვართ და ვინ არიან ჩვენი მეზობლები და რო არის აუცილებელი მათთან რაღაც ფორმით კომუნიკაცია ჩემთვის ეს სრულიად მისაღებია და სიფრთხილეც ამ ხრივ სულაც არ უთვლით წოდვათ ამას არა ეს აუცილებელიც არის იმიტომ რომ ჩვენ თუ აი ეს ბოლო 4 წელი რაიმემ გადაგვარჩინა ხელისუფლების გაცხადებული ფრთხილი პოლიტიკა იყო ამ გადაგვარჩინა აბსოლუტურად ჩვენ შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ და ძალიან სწორი მიდგომა საკითხი არ აჩქარება და ძალიან კონკრეტული მომენტების გამოყენება აი ეს იყო მე აი აუცილებლად მინდა ეს 2 დღეა ვაკვირდები ძველ არქივებს ვნახულობ ხოლმე და ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები წარმოვიდგინე ერთ-ერთში და რა მოყვანაში არა დონალდ ტრამპი ვენსის განცხადება მე შემდეგ აი რო გადახედოთ მთელ ამ განვითარებას ომის მეორე დღიდან დაწყებული მაშინდელი სახელმწიფო გუნდის და განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებდა ამას პირდაპირ გახსოვთ აქ რა ამბავია და რომ ვიღალატა და როგორ და დღეს მაგალითად 3 წლის შემდეგ საუბრობს ტრამპი ამაზე რომელზეც ყველა ფორუმზე ისაუბრა სხვათა შორის მიუნხენის კონფერენციაზე საუბრობს ერთ-ერთ ვიდეოში ის რომ დიახ ნატო გახდა ტრიგერი ომისა რომელზეც აღშფოთდა სრულიად სალიბერალეთი ჩვენი და დღეს რატომ არ არიან აღშფოთებული თუმცა დღეს აღშფოთდნენ ისინი უკვე მე რეალურად ტრამპს აბრალებენ უკვე ბიზნესმა მოისყიდაო ტრამპიო უკვე არა ესეთი ის ყველაფერს თავი დავანებოთ რომ ტრამპი არისო არიცით ეს კალანდაძეა კგბ-ის აგენტია ნუ აი ამ დონეზე მიდიან რომ ყველანაირ სიგიჟეს კადრულობენ ოღონდ საკუთარი პოზიციები დაიცვან აი ეს პრობლემაა თუნდაც ლიბერალებში და ზოგადად ქართული დღევანდელი ოპოზიციის პრობლემა ეს არის რომ რეალურად ვერასდროს გადაიაზრეს მათ ის რომ აბსოლუტურად უნდა შეცვალონ პოლიტიკური მეგობართან მქონდა ზუსტად მაგას საუბარი რომ ყველაფერს იგონებთ ნაცვლად იმის აღიაროთ რომ რაღაცაში შეცდით ელემენტარულად ხო არა ეგა აბსოლუტურად ტრამპის კგბ-ს აბსოლუტურად აცდენილები არიან ამიტომ საუბრობ მე მოგონილი ანუ ესენი ხო დოტაციაზე მყოფი პოლიტიკოსები არიან რეალურად ხედავთ ჩვენ USAID გადის და თქვენ ვეღარ ნახავთ ძალიან მალე ზოგიერთ NGO-შნიცას უკაცრავად ამ პოლიტიკოს იმიტომ რომ რეალურად ისინი ისხდნენ დოტაციაზე და როდესაც ისინი ხელფასს ვერ მიიღებენ კონკრეტული არასამთავრობოებისგან კონკრეტული ქვეყნებისგან მათ აღარაფერი აღარ აქვს სათქმელი ხა რა უნდა ელაპარაკონ ქართულ ამორჩევს ისინი ხომ ვერასდროს ვერ იგებდნენ არჩევნებს რატომ ვერ იგებდნენ არჩევნებს იმიტომ რომ მოქალაქეებამდე ვერ მიდიოდნენ ანუ საკუთარ როგორც აი ბიზნესი თქო პოლიტიკა იმდენად ახლოს არის ანუ ვერ შეფუთეს საკუთარი პროდუქტი ვერ გაყიდეს და იმას რა ქვია
აბრალებენ მყიდველს რეალურად, რომ მყიდველი არ ყიდულობს. ერთმა ხო ის თქვა, რომ რა ვერ მოგაწონეთ თავი ამ ქართულ ხალხს. ხო არ ეს დამოკიდებულება აქვს რეალურად. რეალურად სხვა რამ უნდა გააკეთონ, ანუ უნდა შეცვალონ აბსოლუტურად პარადიგმაც, აბსოლუტურად მიდგომა, ყველაფერი აბსოლუტურად უნდა შეცვალონ და რაღაცნაირად თანხმედრაში მოვიდნენ საზოგადოების ინტერესებთან და არა რაღაცა გარედან ყურით მოთრეული და რაღაცა თითიდან გამოწოვილი, რაღაცა აბსურდული თემებით, რომელიც ავთენტურიც არ არის საერთოდ ქართულ საზოგადოებასთან. აი ეს სიგიჟეები, რასაც ესენი აკეთებენ, ხო? აქედან გამომდინარეა, რომ ისინი ამ ყველაფრის შემდეგ ვეღარ იცოცხლებენ, ოპერირებას ვეღარ შეძლებენ პოლიტიკურ ველზე. რაც мотиваცია იქნება დიდი ახლა და ბოლო ვარიანტია ახლა მათ პატრონეს სოროს დაუმტკიცონ, რომ ისინი ბოლომდე ერთგულები არიან. აგერ ლორა თორნტონს დაუმტკიცონ მაგალითად სალომე ზურაბიშვილს, ახლა ლორა უხდის ხელფას, მაგრამ ეს ლორაც როდემდე გადაუხდის, ახლა სადღაც იქაც გასკდება ერთი სკანდალი, აგერ ფედერალური ბიუროს ახალმა ხელმძღვანელმა მაგალითად დაიწყო აბსოლუტურად ყველა მიმართულებით უნდა გამოვიძიოთ სადმიდის ფული, სადიხარჯება. დანიშნეს FBI-ის შეფად, რომელსაც ცოტა ხნის წინ ტელედასალური პრესა კონსპიროლოგს რაღაც უბედურებას. აი ახლა იწყება ის, რომ იქნება სალომე ზურაბიშვილმა რაღაცა შემოიკრიბოს ეს უპატრონოდ დარჩენილი აგენტურა გარშემო და რაღაცნაირად იქნებ პოლიტიკური რაღაცა ცენტრი შექმნას, ან თუ ცენტრს ვერ შექმნის პოლიტიკურად ცოტა სანამ რაღაცა ვთქვათ არ შეიცვლება. ესენი ხო საგარეო ფაქტორებზე არიან და ანუ ჩვეულებრივად ესენი არიან, შეგვიძლია დავარქვათ ამას ხელოვნურ სუნთქვაზე. აი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არიან შეერთებული ჩვეულებრივად პოლიტიკური მიცვალებულები. რეალურად. ტვინი გათიშული აქვთ, გული ხელოვნურად აცოცხლებენ გარედან. ანუ ხარო გადავიტანოთ. გარედან, თორე რეალურად ისინი ამ საზოგადოებაში არ არიან, ამოვარდნილი არიან აბსოლუტურად ყველაფრიდან. ახლა იქნება რამე შეიცვალოს, იქნება ადრენალინი იშოვოს ვიღაცამ, რომ გამოაცოცხლოს ეს რაღაც მომაკვდავი სხეული და ეს ერთადერთი საშუალება იქნებს სალომე ზურაბიშვილმა გამონახოს რამენაირად, მაგრამ თუ ახლა ევროპაშიც აბსოლუტურად ჩაეჭრებათ ყველა გზა, ბოლო-ბოლო აღიარებენ და რაღაცა წავლენ ამ პოლიტიკურ მიუსავლეთში რა. აგერ ბერმა მაგალითად ძალიან კარგი განცხადება გააკეთა, თუნდაც ის ცნობილი რესპუბლიკელი რო ყავდა თამარა კორძაია წავიდა რომ მე ჩემი რაღაცები გამახსენდაო თქვენ ჩემზე არიდარდოთ იო ბოლოს წავით და გამშვიდობა და წავიდა. დიდი მადლობა ზურა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა, ვფიქრობ თქვენი დამსახურებით. მადლობა თქვენ და დაგემშვიდობებით, შეგახსენებთ რომ ანალიტიკოსი ხალხის ზალის წევრი ბატონი ზურა კადაგიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. იმედი მაქვს მოგეწონათ ჩვენი საუბარი, ჩვენ ერთმანეთს ორ შაბათს შევხვდებით, დაგემშვიდობებით, კარგად გრძანდებოდეთ.